დილამ შვიდობის ხალხნებო, მოიცადე გაის მაქვს ჩართული და რატომ მაქვს როგორ ხალხნო მეწერილი მივაქ დილამ შვიდობისა რო გითხარი ცოტა მე სირცხვილება, მაგრამ მაინც აუ ხალათი აღარ ჩავიცვი მართლა ეხა კოჩები თავი მართლა ხალათში მყავ წარმოდგენილი და ესა თან კატაწევს ჩემს ხალათზე და დავტოვე. მაგრამ ჩავიცვი მოკლე ხალათი. ფუფულა. სხვა რაღაცა მინდოდა ზემოდან ჩამეცვა, მაგრამ იმას კაპიშონი არ აქვს და მინდოდა რომ კაპიშონიანი მყოფილიყო. იმიტომ რომ ესა მაღონებს ცოტა. თვლებში მავტურებს. მაღონებს. საჭმელის საერთოდ არაფერი არ მაქვს დღევანდელი დღეს და ხედავ რომელი საათი იყო გაგან რომელი 11 თუ 12 დაიწყო 12-ის 5 წუთი კარტოფილი უნდა შევწვა ეხლა რა უცბად ჭამო არა და წარმოვედგინა ქორწილის შემდეგი ვლოგი რომ რაღაცა დილით ყავით ხელში მზეზე გარეთ რაღაცა, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ მაღონებს. ტეხავს, წკმედამს. ეხა სუჯანში მაციებს, მაგრამ ამაზე მეტად ფიზიკურად ვეღარ ჩაიცვე, ცოტა მინდა რომ გამოვიდე მდგომარეობიდან, თორე მთელი დღის მანძილზე ესე ჩაბუდნებული ვიქნები და რავი, უმოქმედო სრულიად. ეს კარტოფილია. ხელ რომელი საათი იყო არ ვიცი რომ ჩამეძინა, იმიტომ რომ აი რაღაც ავადმყოფურად მციოდა. თბილი პიჟამოებიც მეწვა, ხახო თბილათაც მეფარა, მაგრამ აი მაკანკალებდა რომ იტყვე. სიცხე არ მქონდა. ანალოგიურად იყო ბარბარე. თვალები მტკიოდა, ყელი ბარბარის ყელი მე არა. ხოდა დილას წვეშიც წამიჭირა. სიცხე არ მაქვს კიდე. ისი ავადმყოფურად აღარ მაციებს, მაგრამ მაინც რაღაცა მიგრილება. ეხლა ავდექი. დილას ავდექი ვაჭამეთებს ყველაფერს. ისე წავკვდი. არც ერთი არ გავუშვი სკოლაში, მაგის გამო. ივანი აგექსის მეცადინეებს და გოგოებსაც ძინავთ ისე. რომ ეგენიც ვერ იყვნენ ეგ რა და მისჩენია. აი ეგ ვირუსიან სახში ხო ვერ გავუშვეთ ამ პარასკები რომ მეთქი ერთი დღე არა უშავდა. დარია სახში და სცინავთ. კარტოშკა შევწვა და ყავაც არ დამილევია. აუ ძალიან ცუდი გზნობა, აი მოქმედოთ ხარ და რაღაცნაირად და მგონი რომ ბეჭებზე დაგდიან აი. აი სურვილი მქონდა რომ თელი გარდირობი ჩამეცვა ზედ, მაგრამ ესა მე რა უნდა ჩავჭი დეკემბერში. საღამოს გათბობას ჩავრთავთ უკვე ყოველთვის ამ დროზე ჩართული გვაქვს ხოლმე სადაც 15-16-ში ვთავთ ხოლმე. ხო და საღამოს უკვე ოფიციალურად ჩავრთავთ გათბობას და მივეყუჟებით ფეჯს. გუშინ გავაკეთე ბულიონი ჩემი აკლემი ქათმისგან. დანგებრიელი ისია ცხელი ძილის წინ. მაღონებდა ცხელი შევჭა. ეხლა შეიძლება გუშინდელ არ დადებულ ვლოგს. გუშინ ვლოგი სპეციალურად არ დავდე. ანუ ვერ დავდე და რამე კი არა და არ დავდე, იმიტომ რომ რადგან ქორწილის ვლოგი აი გუშინ წინვე ვერ ვიყავი რაღაცნაირად, მაგრამ როდესაც მასალა მაქვს ხოლმე ტელეფონში ვლოგისთვის რა ვიდეოსთვის თან მასალა ქორწილის მასალა მქონდა. აი ვერ ვისვენებდი რომ სამსახურიდანაც აი ნარავით მოპარულ ჟესტივით გათრიეს მოგეგონება ისეთი დაღლილი მოვედი, მაგრამ
დავიწყე გაკეთება რა. აქაური საქმეები რომ მოვჭი სახლისა და რაღაცა მეთქი წავედი დავწექი მეთქი 11 საათზე და დაახლოებით 11-ზე რომ დავიწყე გაკეთება, სადღაც პირველისთვის მოვჭი მიუხედავად იმისა, რომ 9 საათიანი არის დაახლოებით ქორწილის ვიდეო, რამდენი ხანი მომუნდი. და დაიდო სადღაც 3-ისკენ. და როდესაც ეგეთ ვიდეოს ვდებ, ხოლმე ზოგადად ეგეთ რაღაცა სანახაობრივ ვიდეოს, იმ დღისით ახალ ვლოგს ზემოდან აღარ ვადებ ხოლმე, რომ მე ხალხი ვეღარ პოულობს ხოლმე, არ ვიცი YouTube რატომ მალავს. თან რომ ვიცოდი, რომ თქვენთვისაც საინტერესო იყო, მეთქი არ დაიმალოს ახლა ეს ვლოგი და აღარ დავადე არაფერი ზემოდან. რაღა დაგიმალოთ და მეც ორჯერ ვუყურე. დარწმუნებული ვარ, ჩემი პატარძალი, ჩემი სალო წაიკითხა და თქვენს მილოცვას და დალოცვას და აი რა ღმერთმა თქვენი დალოცვა 100 მაგად 1000 მაგად ბედნიერები და სიკეთით აუსრულოს და თქვენც ზუსტად ანალოგიურად. მართლა ძალიან ლამაზები იყვნენ, მართლა ძალიან საყვარლები იყვნენ, სადები და ლამაზები. ძალიან ბევრ თქვენგანს კაბა მოეწონა და მართლა ლამაზი კაბა იყო. აი საერთოდ არ იყო გადატვირთული ზედმეტი ნაჭერით, ზედმეტი წულით, ზედმეტი ფუშფუშებით, საერთოდ უსადავესი კაბა იყო და ულამაზესი. ჩემთვის აი ეგ სისადავე უფრო ლამაზია, ვიდრე რავი, წელს ქვემოთ რო აცვია პატარძალს და ტაძარში რო ისეა შესული, რომ რავი, მოდელი ასე რო წერს ჯვარს რა რომ უყურებს. ხო და იგე, რასაც შეეხება დროის გატარებას. ხო, აუცილებლად გეტყვით ჩანგლის. ჩანგლის ვიდეოს თუ იმას ვიდეოზე მინდოდა რომ ჩანგალი გავმეყენებინა დავჯექით თუ არა საჭმელად რა რესტორანში და ველოდები ხა ვანო გადაიღოს რამე თეფშზე რომ ავაცალო და ანუ რაც აიღო ეგრევე შეჭამა თეფშზე აღარ დადო რა ამეცალა და თან ფიქრობდი რომ რამე ისეთი მინდა მეთქი რომ აი შეძლოს აღება ეხა სქელი ხმე გოჭის ხორცს ვერ ავიღებდი მაგით რა რომ დააწვე შეიძლება გადატყდეს ახლა მთლად რომ დააწვე ესე გოჭის კრატუნა იმ კანში ვერ გავაყრიდი ხო და თეოს მივაწოდა ტელეფონი თეო მეთქი ხა ესე გადაიღე ვანოს ცოლს თვითონ თეო მეთქი ხა ესე გადაიღე მეთქი ერთი წუთი და ვანო აზარზეც არ იყო და სახეზეც კი ეტყობა გაოცება და ჯერ ხო მაგაზე ვიცინია მაგის თვალებზე და მერე დავაკვირდი იმას რომ ანუ მაგას ეგონა რომ მე ის ჩანგალი იქ შემხვდა მასეთ იმიტომ რომ ნახეთ თქვენც არ განსხვავდებოდა თითქმის იმ რესტორანში თეფშთან ნადები ჩანგლისგან და თავის ჩანგას რო ქაჩავდა რომ მეც უნდა დავაგრძელო აი მაგრად ვიცინებ მაგრად ვიხალისეთ მერე ვათხოვე ირაკლი ვთქვა კარგი ვანო მე პატარცაც აღარავინ არ დაუწყებს ყურებას და მეგონა ჩვენ მაგიდაზე იყურებია და ისე კარგო ხალისოდით მაგ ჩანგლით კაი იყო კაი დროგად ივანეს ესეთ პრესტიჟული როგორ ანუ აი უკვე მასაკში რო ქორწილში რო წავიდა არა აი ბავშვობაში არ ამყოფი რა აი კიდე და პამიდორი შუაში ლიმონათით რო დარბიხარ ხო იცი ეგ სიტუაციაში არ ამყოფი და ჩემი მამიდაში ქორწილში იყო მე მგონი პირველ და უკანასკნელი ხო და ძალიან მოეწონა ძალიან მოილხინა ძალიან კარგი დრო გაატარა და ძალიან კმაყოფილი წამოვიდა ლოგებში ქორწილის ლოგში ჩანს ივანე როცა ყავს ივანი და ნიკა მოკლედ კარგი იყო ძალიან კარგი იყო ცხენზე ემოციები მაქვს ულამაზესი ცხენი ხო ზოგადად მე ძალიან მიყვარს ცხენი და მგელი არ ვიცი რატო ძალიან მომწონს ცხენი და მგელი მაგრამ ერთისაც მეშინია და მეორესაც
ხა გლისა რომ შეგეშინება ადამიანს ხოცხელისა არ გეშინია, მაგრამ აი შანსი რომ იყოს დაჯდომის, ვერ დავჯდები, იმიტომ რომ მეშინია. მაგრამ უზომოდ მომწონს იმისი სილამაზე და აი რაღაცა დიადი რაღაც იყო რა, მეგეთი მაგხელა ცხენი ესე ანუ სურათებში და იმებში ხომ მინახია და რაღაცა თუნდაც ინტერნეტში და თვალებს არ უჯერებ და ვერ აღვიქვავ ხოლმე რომ აი მაგალითად მეჯინებესთან ერთად გოგოსთან ან კაცთან ერთად რომ გამოვხობ და ძალიან დიდი იყო ხოლმე რა. რაღაცა თვალი ვერ აღიქვავს იმის ესე სიდიდეს და რომ მივედი და ციტრახება იყო და აი რაღაცნაირი მოკლედ კაი მხარბეჭიანი ცხენი იყო რა ძალიან მეწონა ხო იმაზე ხო ვიცინოდით ნეტა ამ ადგილს რა ვქვიაო და ცხენიო აიყო ცხენს კიდე მე შავი დაუმატე და ეთქო მეთქი შავი ცხენი და აღმოჩნდა რომ იმ საჯინიბოს თუ რავი რაც აქვია იმას თურმე ქვია შავი ცხენი ჩვენი დრო გავატარეთ ვიცეკვეთ ვიხუხულეთ იქიდან წამოვედით ტაქსით რადგან ანუ ვინც რიგიც ვიყავით ანუ მთრალი არავინ არ წამოსულა იქიდან რა ცხოვრება ჩამოვაკითხეს და ჩვენ რადგან მანქანა აქ გქონდა დატოვებული შაშანაც ესე იყო ტაქსით წამოვედით რუსთავით მოედი თუ არა წავკვდი და დავიცით. იმიტომ რომ მეორე დღეს ასეთი ბიველი სამსახურში ესე ვიტეკი. დაღლიდე. ვაი. ეხლა კარტოფილის შეჭრას რო დავიწყებ, მაშინ დავლევ ყავას. ხო, შემეკითხენ ანუ პატარძალი და მეფე პატარძალი ორივე აქაური იყო თუ არა და კი ორივე აქაურია, ორივე მარტყოფელია. ორივე მარტყოფის შვილი ვეღარა ვთქვი. უკეთეს მორჩი. იმედი ეხლა ტანსაცმელს საღამომდე ცოტა სუფთად გავაქაჩინე. გავრეცხავ და მერე დავჭრით. კაი. მოიდი და კარტოფილს გაგვითავდა ესები ვიბე ხახრო ჯანი მტკივა ჯანი ხო რა შეეხება აუსად გავისრულე რა შეეხება ჩვენს რემონტს ლაშას უთხარი რომ შენ ვერ იცლი დავდგები მე და მე გავაკრავ თქო როგორ ვერ გავაკრავ, მაგრამ მიხმარება გინდა მაღალი ჭერია გასწორება, მარტო ის ხო არ არის რომ ადგერა მიაკრა. ხო და რა ვიცი რა, მოკლედ გადაწყვეტილებაზე მიველთ რომ როგორ დაღლილებიც არ უნდა მოვიდეთ ხოლმე საღამოთი, გავაკეთებ ხოლმე ცოტ-ცოტას, თორე ესე გაგვიგრძელდება. უკვე თან გეწვიმები დაიწყება რაღაცები ხოლმე შევზიდო ეს ისინი სულ დამინესტიანდება ყველაფერი და გადასაყრელი მეფიქრე. და ელემენტარული სახლს რო ვალაგებ და ანუ ხო ყველგან რაღაცა მაქვს შეჩურთული დამალულია, მთელი ერთი ოთახის ტანსაცმელია თუ თეთრეულია თუ ყველაფერი ან ძირითადად ხო იმ ოთახში მაქვს ხოლმე და სულ ალაგ-ალაგ რო მაქვს შეტენილი აქეთ გოგოების ოთახში იონესთან რაღაცა ვერ არა ანუ როგორც არ უნდა დაალაგო რაღაცა ზედმეტი ნივთი დევ და აი ეგ მაწყვეტავს და მომაუბედურებს და მანადგურებს. ელემენტარული გადაწმენდა მტვერს და რო დაეტყობა დალაგებულია რა. წუწუნებ, მაგრამ დავიღალე უკვე. ხა იონეს ეშიება და რა თქაფინა. რა არის იონე? ხო.
ცეკვისა? ხო. თუ აღარ გინდათ გავრიცხავ, მარას ვიზო. მაგებსაც გავრიცხავ დღე. ჰა? დღეს პარასკევია. რომელ საათზე? გამოიტანე მაგაზით მან და კიდე ეგენც. 6-მდე გაშლება? შეიძლება. იცი როგორია მინდია, მზეს გამოსვლა უნდა. ალაგ-ალაგ იხსნება და ცისფერიცა, მაგრამ ვერა. აუ, კარტოფილი დავყავ. სარეცხიც და სარეცხილა გგლომათ, მაგრამ აი ხომე არ უნდა დავიწყო და აი მან უნდა დარეცხოს. მაგის შეყრის თავით და ნერვიც არა მაქვს. ძალიან უფუნქციო თავად. ეხლა აი ეს კარტოფილიც შესაწველი არ მქონდეს, არ შევწავდე. სხვა რაღაცა რო იყოს საჭმელი, იმას ვაჭმევ. მე არა მაქვს სურვილი რამის ჭამის, აი კაი არ იქნება. ხეები. ხო და ეხა შევყრი თქო. ინგლისურზე მიდიხარ? შევიდე ვერ გაიგო. გადასახადი გავატანო და ვაი დედა. აი ადამიანს რო ყოველდღე მთელი დღე რო სცილავდა რაღაცა, მე მგონი ეგ მომენტი მაქვს მე. აი რო შეიძლებოდეს მთელი დღე დავიძინებდი ეხლა. კარტოფილს შევწოვ და უნდა დავჭო. არა და არა მტვრის არის ოთახები და დამტვერილიას. მტვერსაც რო შემოვიქრობ და მე დავწვევი. მე გამოფხიზლდება კიდეც და აღარ მენტომება არ. ან დავწვევი და საღამოს შემოული ერთი რა ნეტა. ნეტაი ერთი რა. ახლა რა შეეხება სამსახურს ეს კვირაღა დამჭა მუშაობის და დავამთავრე. მე არ ვიცი თუ როგორ გადანაწილდებიან. მაგისთვის დავრჩი მე რომ წესით გადაენაწილებინათ თანამშრომლები, მაგრამ ჯიჯირობით ისე ვისი არიან და ნუ ყოველ შემთხვევაში მე ამთავრებ და მოვდივარ. მე დავისვენებ შაბათი კვირის ჩათვლით, ჩვეულებრივ როგორც ვისვენებ ხოლმე და გუშინ ვლაპარაკენი, ნოს გუშინ არა გუშინწი. მეთქი მოიფიქრე მეთქი დღეები, რომ ვიცოდე მეც, რომელ დღეებში უნდა მიმუშაო. შაბათი კვირის გარდა. მგონი მეჩი. წავიდე ინგლისურზე. ივანე, ინგლისურზე მიდიხარ? მიგაკ თანხა. წაიღე ის. არ დაგჩეს მიეცი. რა მშვება აქვს მიტანილი გექნება რა. მოჩი. ამას არ ჭამია ხა იგემითი ის. ეს უმი კარტოფილს ვერ შეჭამს. აი მე ხალხნო რა შეიძლება. არა გამომიყვანს მდგომარეობიდან ან ღვინوارნი და აცარაყი არ. ვინ სამკურნალოდ კაცს დასალევად კი არა. თქვენ კიდე რანაირად მიიღებთ ხოლმე. 12:25 წუთი. დღეს კიდე რა გაქვს მაგის მერე? არაფერი. ძალიან კაი. ხო ისა, ჩემ ფისოს არ ვიცი რა ჭირს. დიდ კატას, ანუ შავი დედალი. ან პრინცესას რომ ეძახი ხოლმე რა, ყველაფერს უფლება რო აქვს მაგ სახში. ეგ კატა წაევს ჩემ ხალათზე და არა ვაყენე სპეციალურად. თორემ ჭირდებოდა ხალათი, ხო გითხარით, მინდოდა. გუშინ წინ ჩვეულებრივ საღამოთ მე თვითონ ვაჭამე რაღაცა, შვენივრად იყო და გუშინ დილით რომ ქათმებს წიწილებს და რაღაცებს რო ვაჭამე, იქ იჯდა და როზის ხოლმე
თვალებით რომ მომხედავს ხოლმე უკვე ვიცი რა სჭირს. არ მომეწონა, რომ ჩვეულებრივ ვიჯდა. და შემოციცინებული იყო და მეთქი რა სჭირს. არ მოტრიალდა დაუძახე რაღაცა, ავიბღოდე ისევ ჩამოვსვი და როდგავს ფეხებს, ანუ თითქოს უკანატანი აი რულა მოიმოწყდა რო იტყვია, ხო იცი რომ ვეღარ დადის. აი მასეთ რაღაცას აკეთებდა და ამ ტერფებს ვერ გაშლილად ვერ დგავდა, ესე ღუნებოდა და აი ესე დგავდა. აი ეს ბარგანაობით დაფამფალებდა. ვაჭამე ვასვი შვენია წალიწალია რაღაცა წავიყვანე, მე მთელ დღის მანძილზე იწვა ეცინა, მე საღამოთი ჩამოვიყვანე და ძალიან ანუ კატებს ისედაც არ იღებს ამ თავის შვილებს, აღარ ეკარება რაღაცა სულ ეჩხუბება, სულ აგრესიული იყო, არ მიიღო. მე მეც რომ მივედი, მეც მიღრენდა. ეგ კი იცის ხოლმე, მაგრამ ანუ ეტყობოდა სახეზე, რომ არ მინდაო რა და დავანებე თავი შევეშვი, გავეშვი და დილას ამდენჯერაც ავდექი გადავედი იქვეძებე ვეძახე რაღაცა და არაჩანდა და თან ვფიქრობდი, რომ სადმე მეთქი წავიდა ეტყობა და ეკეზოში ვიყავი, რომ ეზოს კარებზე იცის ხოლმე გადმოვლა რკინის კარებზე და რკინის კარები გატოკდა რა და მეთქი რა არის არადალაშა წასულია, არავინ არ უნდა მოვიდეს რაღაცა და რომ მივედი გადმოდიოდა და ესე ფამფალით რა და ეს კარი გატოკდა და იქიდანვე ჩამოვსვი ვაჭამე კიდე რაღაცა და აღარ იყო არც აგრესიული არც არაფერი ჩვეულებრივ კატებთან ხო ჩემთან არა ავიყვანე მოვეფერე თვითონაც ისე უყვარს ხოლმე რომ ვეფერები რაღაცნაირად და თითქოს უკეთ დგავს ფეხს მაგრამ მაინც არ მომეწონა და ისე ოთახში მყავს ახლა და ზინა ზოგადად როდესაც კატას რამე აწუხებს ხოლმე პირველი წამალი არის მაგისთვის რომ ცალკე უნდა იყოს არ უნდა დაისტრესოს აი მხრივ რომ არ უნდა შეაწუხოს არაფერმა არ უნდა ფრთხებოდეს არ უნდა ცდილობდეს რომ აი ეხლა აქ ვზივარ და ეხლა გავიქცევი ხო და მოკლედ წელს ოთახში წყნარად რა და საღამომდე იქ მეყოლება მე ისევ ჩამოვუშვებ დაბლა დროღამის სახში არ მყავს მედია გამოძრება რა ჯერ ის კუდა იყო ბავშვით ხან რა სჭირდა ხარას დაიმართებდა და სუნელებს მიშლიდა და მანერვიულებდა და მოუღო მაგამ ბოლო ეხლა არის და ეს წინაზე ხო გახსოვთ რა დაიმართა რაღაცა გაბერილივით იყო ჰაერი ჰქონდა კანის ქვეშ რაღაცა საშინელება იყო არ ვიცი ძალიან სტკიო და გამოვიდა მდგომარეობა ეხლა ისე ხო კატის კი არა და ძაღლის მოყვანაზე რომ ამბობდი რომ ჩემ ძაღლს აყავა მეთქი რაღაცა აი გაზაფხულის პირი რო იყოს კიდე ვიფიქრებდი ეხლა რომ სიცივეები უნდა დაემთხვეს და აქ სიცივეში უნდა იყოს არ მინდა ძაღლი წავედი ხალხნობა შევწავ საეწყ შევყრი და ბრინჯსაც მოვღაშო იქნებ მაგარი ეგ შევჭამო ცოტა წავედი აბა მადლობა ჩემთან ერთად რომ გაატარეთ ეს რამჩი 20-25 წუთი აბა ჰე და აბა ხო კარგად ბედნიერი დღე ყველას